თავი 35. ომარი და დინო თამაშში ერთვებიან. ჯერ გაუბედავად, მერე კი თავ დავიწყებით. მალე გომბეშო, ბენი და სხვა ბავშვები მოდიან. ბრიტმარი ზოგიერთს ვერ ცნობს, მაგრამ ყველას დახეული ჯინსი აცვია და ბორგელებივით უგერგილოდ თამაშობენ. გამარჯობა ბრიტმარი. უჩვეულოდ ოფიციალურად მიმართავს სვენი. გვერდით საოცრად მაღალი კაცი უდგას. ბრიტმარი ფიქრობს, ალბათ ყოველ გავლა-გამოვლაზე ჭაღს თავით ეჯახებაო. ეკითხება სვენს. პოლიციელი დამტრეული ინგლისურით აცნობს დინოს ბიძას. Hello. მოკლედ ესალმება სტუმარს ბრიტმარი. განამეტი ინგლისური არ იცის. უბრალოდ უცხო ენაზე რომ ლაპარაკობს, თავი რატომღაც სულელი ჰგონია. მაღალი კაცი დინოზე მიუდიდებს და ეუბნება ბორგში ჩამოსვლამდე 3 ქვეყანასა და 7 ქალაქში ვცხოვრობდითო. სვენი თარჯემნის მოვალეობას ითავსებს. ბრიტმარის ყველაფერი ესმის, მაგრამ ხმას არ იღებს, თორემ იძულებული გახდება კაცს ინგლისურად ელაპარაკოს. ნამდვილი ღვთისწყალობაა, რომ ბავშვები გულმოვიწყები არიან. აგრძელებს სტუმარი. თუმცა დინოს კარგად ახსოვს რა გამოვიარეთ და რას გამოვეკეცით. ასე ამბობს დინო ძალიან სიტყვაძუნწიაო, უხსნის სვენი ბრიტმარის. ერთხელ ქუჩაში მისეერნობდა თავისთვის. სამიმ დაინახა და ჰკითხა, თამაში ხომ არ გინდაო? დინო ვერაფერს მიხვდა, მაგრამ სამიმ ბურთი გადაუგდო და მანაც ფეხი დაარტყა. ბრიტმარი არ ამხელს, რომ რამდენიმე წლის წინ სასტუმროში უცხოური გაზეთი იპოვა და ლამის მთელი კროსვორდი ამოხსნა ინგლისურად. გმადლობთ, ამბობს მაღალი კაცი. დინოს ბიძა დიდ მადლობას გიხდით გუნდის გაწვრთნისთვის, მისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. უთარგმნის სვენი. მაღალი კაცი ბრიტმარის ხელს ართმევს. მერე პიცერიაში ბრუნდებიან. სვენი უცნობს მაგიდების ალაგებაში ეხმარება. ლამაზი დაკრძალვის ცერემონია გამოვიდა. ზრდილობის გამო ეუბნება ბრიტმარის. გეთანხმებით. ასევე ზრდილობის გამო udასტურებს ბრიტმარი. ალბათ თქვენ და კენტი მალე დაგვტოვებთ, არა? დიახ, თუ ომარს და ვეგას აქ არ დავჭირდები. სოციალურ სამსახურს დავუკავშირდი და ბორგში თანამშრომელი გამოგზავნეს. ამბობს დაღვრემილი სვენი. ავიწყდება, რომ სოციალური მუშაკი რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა და უკვე ბავშვებსაც გაეცნო. ის თქვენ გგავთ, აგრძელებს სვენი. დიდი ხანია ვიცნობ, ძალიან კარგი ადამიანია. ბავშვებისთვის მხოლოდ საუკეთესო უნდა. ბრიტმარი ცხვირსახოცით იხოცავს ოფლს შუბლზე და მალულად თვალზე მომდგარ ცრემლსაც იწმენს. სამის დავპირდი, რომ ბავშვებს არ მივატოვებდი. დროა მათ ცხოვრებაშიც გამოანათოს მზემ. ამისთვის ძალღონეს არ დავიშურებთ. დიახ, ჯერა. სოციალური მუშაკი რამდენიმე დღე დარჩება ჩვენთან, სანამ ბავშვები არ შეეჩვევიან. ძალიან მზრუნველი გოგოა. ამ საღამოს ომარს და ვეგას მე წავიყვან სახლში. ბრიტმარი ცოტა ხანს ფიქრობს და სვენი სიტყვების ნამდვილ შინაარსს ხვდება. ბორგში დარჩენა საჭირო არ არის. ბავშვებს მის გარეშეც მიხედავენ. ავტოსადგომზე მდგარი BMW-დან კენტი გადმოდის. პიცერის ფანჯარაში სვენსა და ბრიტმარის ხედავს. შემცბარი ჩერდება და ხელებს ჯიბეებში მალავს. ბრიტმარი მიცის, რომ მის ქმარს სიკვდილზე ლაპარაკი არ ეხერხება. პრაქტიკულ საკითხებს მოაგვარებს, სხვადასხვა დაწესებულებაში დარეკავს. ცოლს კუთუთოებზე აკოცებს, მაგრამ გრძნობებს არასდროს აჰყვება. კენტი პიცერიისკენ მიდის, მაგრამ ფეხები უკან რჩება. ავტოსადგომზე ბურთი მოგორავს. მოედნის მეორე ბოლოში ომარი დგას. კენტი ბურთს ფეხსაცმლის წვერს ჰკრავს და ბიჭს უგდებს. ომარი ტერფის შიდა ნაწილით უბრუნებს პასს. 30 წამის შემდეგ პერანგამოჩაჩული, თმაგაწეწილი, თვალებ გავრწყნებული კენტი ბავშვებთან ერთად დასდევს ბურთს. მთელი ძალით იქნევს ფეხს, ფეხსაცმლის ზრება და ღობის მიღმა ვარდება. ღმერთო!
ბურტყუნებს ფანჯარაში გადმომდგარი ბრიტმარი. ბავშვები ჯერ მფრინავ ფეხსაცმელს უყურებენ, მერე კენტს და ყველანი ერთხმად იცინიან. კენტი ცალი ფეხსაცმლით აგრძელებს თამაშს, გოლი გააქვს, ომარს ზურგზე ისვამს და ისე დარბის. მერე ერთმანეთს ეხუტებიან, რადგან ფეხბურთში ასია მიღებული. ბრიტმარი, ხომ არ ბრაზობთ სოციალურ სამსახურში ადრევე რომ არ დავრეკე, მინდოდა სამისთვის შანსი მიმეცა. თხოვთ, არ გეწყინოთ. ბუტბუტებს სვენი. არა სვენ, არ მწყენს. მართლა, ეს უცხო ბავშვები ვინ არიან? რაც ტურნირი დასრულდა, ყოველ საღამოს სათამაშოდ მოდიან. ალბათ, მალე ბორგს საკუთარი საფეხბურთო კლუბი ექნება. ბრიტმარი ვერაფერს ხვდება, მაგრამ კლუბი კარგად გაისმა. სამი კმაყოფილი დარჩებოდა. ყველაფრის მიუხედავად, როგორი ბედნიერები არიან. ჩურჩულებს თავისთვის. ცოტა არ იყოს პატარა ფეხბურთელებისა შურს კიდეც. პოლიციელი წვერს იქეკავს. ბრიტმარი პირველად ხედავს ასეთ დაგანცულს. ფეხბურთი ცხოვრების გაგრძელებაში გვეხმარება. ამბობს სვენი. ახალი მატჩი, ახალი სეზონი. ყოველთვის არის იმედი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს საოცარი თამაშია. ბრიტმარის ხელი პეპელასავით ნაზად ეშვება სვენის პერანგზე. ისე, რომ სხეულს არ ეხება და ნაკეთს უსწორებს. შეიძლება რაღაც გკითხოთ. კითხეთ. რომელ გუნდს გულშემატკივრობთ? არც ერთს, რადგან ფეხბურთი მეტისმეტად მიყვარს, ხოლო ერთი გუნდის სიყვარული თავად თამაშის სიყვარულს უშლის ხელს. გასაკვირი არაა, რომ სვენი სიყვარულს უბრალო გატაცებაზე მაღლა აყენებს. მისთვის ხომ სამართლიანობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კანონი. ბრიტმარი ასეთ ფიქრებშია, თუმცა სულ სხვა რამეს ამბობს. ძალიან პოეტურია. აბარა, ქალაქში კურსებზე დავდიოდი. უღემის სვენი და ცოტა ხანს ჩაფიქრებული დგას. სათქმელი ძალიან ბევრი აქვს, მაგრამ ბოლოს სიტყვებს ძლივს უყრის თავს. იცოდეთ, როდესაც კარზე ვინმე დამიკაკუნებს, ყოველთვის მექნება იმედი, რომ თქვენ ხართ. სვენი პიცერიიდან გადის. ზანზალაკმა დარდი არ იცის და მხიარულად წკრიალებს. ბრიტმარი ცრემლიან ლოყებს სასწრაფოდ ცხვირსახოცით იმშრალებს და უცნობთან მიდის. დარბაზი ჯერ კიდევ სავსეა. ზოგიერთი სტუმარი საფეხბურთო ტურნირიდან ახსოვს. ბენის დედა, დინოს ბიძა და გომბეშოს მშობლებიც აქ არიან. მაგიდებს წმენდენ და სკამებს ალაგებენ. რა ქვია იმას, ლამაზი ცერემონია გამოვიდა რა. ნაღლიანად ეკითხება უცნობი. დიახ, ეთანხმება ბრიტმარი და ჩანთიდან საფულეს იღებს. მანქანის კარისთვის რამდენი მოგართვათ? რა ვიცი, მაგაზე ბევრი ვიფიქრე. ავტომექანიკოსად არ ვარგივარ. იქნებ რაიმე გავაფუჭე. წადით, შეამოწმეთ და მერე გადამიხადეთ. რაღაც ვერ მიგიხვდით. უცნობი ვითომ ლოყას იფხანს. არადა სინამდვილეში ცრემლს იწმენს. ბრიტმარი პატიოსანი ადამიანია, ქურდობას არ იკადრებს. ბორგში რომ დაბრუნდება, ფულს მერე მომცემს. ბრიტმარის დახმარება საჭირო აღარ არის. ატოსადგომზე თამაში მთავრდება და ბავშვები ნელ-ნელა სახლებში მიდიან. სვენი მოთმინებით უცდის ომარსა და ვეგას. ვეგა უკანა სავარძელზე ჯდება და კარს ხმაურით ხურავს. ომარი ღობესთან მიდის. თეთრ მაისურს ეხება. მერე ჩამქრალ სანთელს სხვა სანთლიდან უკიდებს და ისევ მიწაზე დებს. უცებ ბრიტმარის ხედავს და ხელს უქნევს. ბრიტმარი ცრემლიან თვალებს ხრის და თვითონაც უქნევს ხელს ბიჭს. პოლიციის მანქანა მაგისტრალისკენ მიქრის და თვალს ეფარება. ოფლიანი, თმაგაჩეჩილი კენტი ავტოსადგომზე უცდის მეუღლეს. ისევ ცალი ფეხსაცმელი აცვია და ბრიტმარის ბავშვობა ახსენდება. როცა კენტს ყველა ფეხებზე ეკიდა, 1000 გვარ სისულელეს აკეთებდა და მხოლოდ ბრიტმარის აზრი აინტერესებდა. კენტი ხელზე ეფერება და ქუთუთოებზე კოცნის. ვეგა ბრაზობს, თუმცა გულის სიღრმეში ძალიან ეშინია. ომარით შეშინებული გეგონება, მაგრამ გაბრაზებულია. ყველაფერი კარგად იქნება.
ჩურჩულებს კენტი. სამის დავპირთი ბავშვებს არ მივატოვებ მეთქი. ქვითინებს ბრიტმარი. ნუ ღელავ, ომარსა და ვეგას სოციალური სამსახური მიხედავს. ვიცი. ძვირფასო, ისინი შენი შვილები არ არიან. ბრიტმარი მესეც იცის. თვალებს იმშრალებს, კაბას იფერთხავს, კენტს ამოჩაჩულ პერანგს უსწორებს და ეუბნება. ხვალ ქალაქში ერთი პატარა საქმე უნდა მოვაგვარო. მეც წამოყვები. არ არის საჭირო. საჭიროა, უღიმის კენტი. ბრიტმარიც გაღიმებას ცდილობს. კენტი მანქანისკენ მიდის, მაგრამ ბრიტმარი ფეხს არ იცვლის, რადგან ყველაფერს საზღვარი აქვს. კენტ, არ სადაც არ გამოყვები, სანამ მეორე ფეხსაცმელს არ ჩაიცვა.